უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტირზნისელი კუსრაძეები სამშენებლო მასალებს ითხოვენ, რადგან ოჯახს ერთოთახიან ხის ფიცრულში უწევს ცხოვრება. ისინი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან და ფულად შემწეობასაც იღებენ, თუმცა თანხა მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით. მათ დახმარების თხოვნით ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. თამარ ადვაძე გეტყვის დეტალებს. ამ პატარა ქოხში არც მეტი, არც ნაკლები ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე ათეული წლის წინ აქ ფუტკრები ბინადრობდნენ. ახლა კი კუსრაძეები ორ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობენ. ფიცრულში უამინდობისას სახურავიდან წყალი ჩამოდის. ეგრეთ წოდებული კედლები კი დანგრევის პირას არის. ერთ ოთახშია საძინებელიც და სამზარეულოც, სადაც მხოლოდ ორი საწოლი, ღუმელი და პატარა მაგი დადგას. აი ამ წუთში ფქვილები დააქვთ აქა ნისიათ. ნისიათ როგორ აი მაგორის შოფრები არიან, ფქვილზე მუშაობენ, მოაქვთ ხომ ეგ გასაიდად და ნისიათ მიტოვებენ ხომ, რომ ეცოდები რამე ნისიათ. ამ წუთში მაგ ორი მეშოკი ფქვილის ფული გადასახდელი. აი ახლა ველოდები სოციალურად დაუცველობისა რომ ავიღო ის ორი მეშოკი გადავიხადო, ნუ კიდე დამიტოვონ. ფქვილის მეტ სახში არაფერი მჭირდება. ან ზეთი არ მინდა, ან მაკარონი არ მინდა, ან ბრინჯი არ მინდა, რა ვიცი, 1000 რამეა ოჯახში. ამ ბავშვს ფეხსაცმელი არ უნდა. რა ვქნა? კუსრაძეებს მძიმე სოციალურ ყოფასთან გამკლავება დღითიდღე უძნელდებათ. ოჯახის ერთადერთ საარსებო წყაროს სოციალური შემწეობა წარმოადგენს, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით. ოჯახის უფროსი მერაბ კუსრაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია, რის გამოც დახმარების სახით 22 ლარს იღებს. მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს და მუშაობას ვეღარ ახერხებს. თუ დროზე არ მომისურვებ იმა შეიძლება თოთხლეტ გადავჭი. მე თვითონ ახლა ბავშვების მეშინე ხომ ამათ არ შეეშინდეთ. და ექიმი რომ მოდის უკვე იციან იქიდან რო დარეკავენ სასტრაფოში უკვე იციან ამჭის. უკვე მზად არიან, აი პრინციპში რომ მოდიან ეგრევე. პირდაპირ იციან რა უნდა გამიკეთო. ჩემ ბრალი კი არ არის ახლა რო გითხრათ ის არის უცებ მიბლოკავს ფილტვებს რა. ვეღარ ვშუნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კუსრაძეებს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახლის ასაშენებლად ფულადი თანხა 7000 ლარი გადასცა. სახლი მალევე ააშენეს, თუმცა იმის გამო რომ თანხა საკმარისი არ იყო, მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა. ამ ცარიელ კედლებს ყოველღამით კუსრაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი სტუმრობს. მერი კუსრაძე ადგილების არ ქონის გამო ზამთრის ცივღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებს. არ არის ადგილი. ვერანაირად ერთი ბავშვი მამაჩემთან წევს, მეორე დედაჩემთან. და ძალიან უნებურად მე მიწევს. და მინდა რომ რაღაცით დაგვეხმარო. რომ ესეთი მდგომარეობით არ ვიყო რა. არ მეძინოს. პანი მეშოკი ქონდა, ისიც გამიფუჭდა იმ ჰაერს არატარებს და ეხლა ორი საბარი მაფარეა. კუსრაძეები ხელისუფლებისგან მშენებარე სახლში ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვენ, რის შემდეგაც ხის ფიცრულში ცხოვრება აღარ მოუწევთ. ოჯახის პრობლემებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარის გაკეთებას ხვალ გეგმავენ.